ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ერთპარტიული დიქტატურის დამყარების საფრთხეზე აფრთხილებს, შალვა პაპუაშვილი ჩვეული რიტორიკით ეხმაურება. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო პარტნიორების ბოლო დოკუმენტებზე ისაუბრა და ევროპული სტრუქტურების მიდგომები რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუტოლა. პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზების საბოლოოდ გადაკვეთეს და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები. პაპუაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ასევე იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტი სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს. პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს კი დე-ფაქტო ხელისუფლება დაცხადებს. პრაქტიკულად ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე. უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დე-ფაქტო ხელისუფლება დაცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობა 2.100.000 ამორჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. 93-5-ის წინააღმდეგ პასე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტი სრულად იმეორებს საქართველოს შესახებ 2025 წლის ამავე ინსტიტუციის რეზოლუციებში გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის ნგრევის, აგრეთვე ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ. ასამბლეა გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ დემოკრატიული უკუსვლა არ შენელებულა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონეთა დევნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოში თითქმის ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივას და ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას. დოკუმენტის თანახმად ასამბლეა ქართულ ოცნებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გააუქმოს რეპრესიული კანონები. ოპოზიციის შეფასებით გუშინ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც ღიად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული ოცნების მზაობას, შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები. 99 წელს რაც მივიღეთ, ის შეიძლება დავკარგო. წარმოუდგენელია, მე ვერც ვიფიქრებდი ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილზე იმ თავითვე მქონდა როგორც რუსეთის პროექტზე. აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად არ მეგონა და ასევე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის დაკარგვა ნიშნავს სასამართლოს განჯადობის დაკარგვას სტრასბურგში. ქართულმა ოცნებამ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არამარტო უვიზო რეჟიმი, არამარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვები თქვა. მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი, შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელს, მაგრამ იყო ქოცი ნიშნავს დაშორდა ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრავს საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. ეს არის ისტორიული ანტიმომენტი, როცა მსგავსი საკითხი წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია შესაბამისად არის კიდევ ერთი ქოცური, რეკორდული, მონოპოვარი საგარეო ასპარეზზე. პასეს მიერ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც ღიად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის დევნას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოცნების მზაობას, შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 20 ივნისის საქმეზე სრულად ჩამოშალა პროპაგანდა
რომლითაც ოცნება ცდილობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში სამართლებრივ არგუმენტად გაესაღებინა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიღებულ რეზოლუციაში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის გიორგი გახარიასთვის. რეზოლუცია აყრდნობა საქართველოს შესახებ მომხსენებლების ედიტა ესტრალასა და საბინა ჩუდიჩის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშს. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი ჩახშობის, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. შესაბამისად, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართულ ოცნებას დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო დაინტერესებული მხარე, რათა ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო აღდგეს. სანამ ამ დოკუმენტს მიიღებდნენ, მანამდე გაიმართა დებატები სახელწოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში. სიტყვით გამომსვლელებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება საგანგაშოდ და კრიტიკულად შეაფასეს. Georgian Dream has suspended EU accession talks, passed repressive laws, targeted civil society. ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების საუბრები, რეპრესიული კანონები მიიღო სამიზნეში, ამოიღო სამოქალაქო საზოგადოება, დაემუქრა და დევნა დაიწყო ოპოზიციური პარტიების. ისინი სასამართლოებსა და პოლიციას არა როგორც ნეიტრალურ ინსტიტუტს, არამედ როგორც პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტებს იყენებენ. მათ დაუშვეს, რომ საქართველოს გამოყენებულ იქნას როგორც რუსეთის უკანა კარი, რათა თავი აარიდოს სანქციებს, რომლებიც უკრაინაში მისი ომის შედეგია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების შემოღებისაკენ. მათ წინააღმდეგ ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ კოლაფსზე. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაწყებული და მათით ვინც აგრძელებენ საქართველოს საჯარო ცხოვრებაში მისი მოჭიდების მხარდაჭერას. და არასდროს უნდა აგვერიოს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. ქართულ ხალხს ხელი არ ჩაუქნევია ევროპაზე. ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ მათზე. The list of journalists, politicians and civil society now incarcerated has grown ever longer. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების სია, რომლებიც ახლა დაპატიმრებული არიან, უფრო გრძელი გახდა. სურს ასამბლეის ყურადღება მივაქციო 4 მათგანს. მზია ამაღლობელი, პატივცემული ჟურნალისტი, 2 დემონსტრანტი საბა ჯიქია და საბა სხვითარიძე და რა თქმა უნდა ელენე ხოშტარია, 4 შვილის დედა, მძიმედ დაავადებული და სამედიცინო ყურადღებას ჩამორთმეული, რომელიც ასე სჭირდება. ამ სახელების უკან ათობით და ათობით მეტია და ამ ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ხმების გაგონება გაგრძელდეს კონტინენტის მასშტაბით. რეპრესია უნდა გაჩერდეს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს. აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ევროპის საბჭომ ისწავლოს წარსულში თავისი შეცდომებიდან. ანგარიში ამბობს, დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოში წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც უფლებები და ვალდებულებები მოჰყვება, ასე რომ რაიმე ხელშესახები ვალდებულებებისგან დათმობების, მათ შორის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე, საქართველოს მთავრობასთან ჩართულობა ვერ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს. ფიქრობ, ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი პარაგრაფია, რომ საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. ეს სიტუაციის სიმძიმეს აღწერს, რომლის წინაშეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დგანან. ჩვენ მკაცრად უნდა დავგმოთ პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული სასჯელები ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. წელიწად ნახევარი საარჩევნო პოსტერზე რუსული ოცნების დაწერისთვის. როგორი განსხვავებული არ უნდა იყოს სხვადასხვა ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები. The report is strong, but I believe it Helena Kostaria and all other political prisoners. ელენე ხოშტარია და საქართველოს სხვა პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა ნებისმიერი დიალოგისთვის, ნებისმიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოსთვის ნებისმიერი ევროპული ჩართულობისთვის. მაგრამ დღეს ჩვენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას განვიხილავთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, სათაური უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება, რადგან რეალურად სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. რას ვითხოვდით და ვიმეორებდით? გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, გაიწვიონ აგენტების კანონი. გაუქმდეს ეგრეთ წოდებული ოჯახური ღირებულებების კანონი, რეფორმირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, შეწყდეს პოლიციის მიერ ძალადობა და წამება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, დასრულდეს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ შურისძიების მოტივით დაწყებული საქმეები, აღდგეს პირობები ახალი ნამდვილი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის, არა იკრძალოს ოპოზიციური პარტიები. არც ერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ ჩემი დღევანდელი გზავნილი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ის ევროსაბჭოსაც ეხება. საქართველო უარს ამბობს ასამბლეაში თავისი დელეგაცია გამოგზავნოს. ისეც ცდილობს ამ ასამბლეის შანტაჟს და ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ.
რეზოლუციის თანახმად ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. დოკუმენტის თანახმად სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ამ ბრალდებებთან დაკავშირებული სანდო, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. გარდა რეზოლუციის სრული ტექსტისა, პასე მიიღო შესწორება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აბგან სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით. შესწორებაში წერია, რომ ასამბლეა გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ ბოლოდროინდელ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, რომელიც საქართველოდან დაჩქარებული წესით იქნა დეპორტირებული 2026 წლის 5 აპრილს, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აზერბაიჯანში მისი გაძევების აკრძალვის დროებითი ღონისძიებისა.